მწვანეყვავილა ქუთაისის ერთ-ერთი უბანია მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე შემაღლებულ კონცხზე. აქედან ძალიან ვრცელი შთამბეჭდავი ხედი იშლება ძველ ქალაქზე. მე-19 საუკუნემდე მწვანეყვავილა ცალკე სოფელია ქუთაისის მიმდებარედ ქალაქს, ის მხოლოდ მე-19 საუკუნეში შეუერთდა. არქეოლოგიურად დადასტურებულია, რომ მოსახლეობა აქ უკვე ძალიან ადრეულ ხანაში ცხოვრობდა. ნაპოვნია ბრინჯაოს ხანისა და ანტიკური ეპოქის არტეფაქტები. უძველესი შენობა, რომელიც აქ შემოგჩა, დგას კონცხის განაპირას. ის აშენებულია ზედ ქარაფის პირას, ისე რომ საჭირო გახდა მისთვის დიდი სუბსტრუქციის ამოყვანა. ტიმპანის ქვაზე არსებული წარწერით, რომელიც ამჟამად ადგილზე აღარ არის, ჩანდა, რომ ეკლესია იყო მთავარანგელოზთა სახელობისა და აშენებული იყო მე-11 ან მე-12 საუკუნეში. ეს არის მცირე ზომის დარბაზული შენობა, ბოლო დრომდე მან ძალიან დაზიანებული სახით მოატანა. შემორჩენილი იყო მხოლოდ საკურთხევლის ნახევარწრიულად შვერილი აფსიდი და გრძივი კედლების ქვედა ნაწილები, დანარჩენი მთლიანად ჩანგრეული იყო. ფასადები მოპირკეთებული იყო დიდი ზომის კარგად თლილი კირქვის კვადრებით. 2017-2018 წლებში ეკლესია მთლიანად აღადგინეს, ფაქტიურად თავიდან აღაშენეს და ძველი წყობის ქვები კარგად ჩანს ახალ კედლებში. ამ ეკლესიიდან 30 მეტრით აღმოსავლეთით შუა საუკუნეებში იდგა კიდე ერთი ეკლესია, რომელიც მე-19 საუკუნეში მთლიანად დაინგრა. მის ადგილას 1909-1913 წლებში აშენდა დიდი გუმბათიანი ეკლესია, რომელზეც გადმოვიდა მთავარანგელოზის სახელობა. ეს არის, როგორც ჩანს, ბერძენი ოსტატების ნახელავი შენობა. მას აქვს დიდი ჯვრული სივრცე, რომლის ცენტრშიც 8 წახნაგა ყელზე აღმართული არის გუმბათი გარედან მუზარადისებრი სახურავით. წაგრძელებული დასავლეთ კლავის კიდეზე დგას რუსული ყაიდის მაღალი სამრეკლო. 1630-იან წლებში გენათელმა მიტროპოლიტმა ზაქარია ქვარიანმა მწვანეყვავილაზე თავისი რეზიდენცია აიშენა. ეს იყო შენობათა კომპლექსი, რომლიდანაც გადარჩენილი არის დიდი მართკუთხა გეგმის ორსართულიანი კოშკი. ეს შენობა ნათლად ასახავს გვიანი შუა საუკუნეების შფოთიან ხანას, მას აქვს ძალიან სქელი კედლები დაახლოებით 1.5 მეტრის სისქისა. არის ერთი დიდი ოთახი პირველ სართულზე, რომელსაც სარკმლები არ აქვს, აქ მხოლოდ შესასვლელი კარი და როგორც ჩანს განათების წყაროც ეს კარი იყო. მეორე სართულის კედლები ყრუა, მათში მხოლოდ სათოფურებია მოწყობილი. კოშკის გვერდით შემორჩა ასევე მიტროპოლიტ ზაქარიას მიერ აშენებული ეკლესია, მცირე ზომის დარბაზული შენობა, როგორც ჩანს მისი პირადი საჭიროებისთვის განკუთვნილი. მის ფასადები მოპირკეთებული არის სუფთად გათლილი კვადრებით. 1860 წელს ეკლესია შეკეთდა და დასავლეთიდან მას მიაშენეს თაღებით გახსნილი კარიბჭე. მწვანეყვავილაზე არის სასაფლაო, რომელიც ორ ბაქანს, ზედას და ქვედას მოიცავს. ქვედა ბაქანზე 1956 წელს მოეწყო ქუთაისის პანთეონი. აქ სხვადასხვა სასაფლაოდან გადმოასვენეს გამოჩენილი ადამიანები, მოღვაწეები, რომელთა ცხოვრებაც ასე თუ ისე დაკავშირებული იყო ქუთაისთან.